ბათუმელების ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ჩართოთ ბათუმიდან დღეს ბათუმში გაიმართა სპეციალური აქცია, რომელმაც თუ არ ვცდები ბათუმისა და ნეტგაზეთის ოფისთანაც ჩამოიარეს სოლიდარობის გამოსახატად. ჯაბა ეს ის მედია ორგანიზაცია არის, რომელიც არა მარტო აჭარის მასშტაბით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებზე მუშაობს. და არ არის შემთხვევითი, რომ ბევრ ადამიანს საქართველოში ზოგადად ამ მედია საშუალების მიმართ აქვს ძალიან დიდი კეთილგანწყობა, თუმცა მზიას დაკავებისა და ასეთი მკაცრი მოპყრობის და ახლა უკვე რასაც ვიგებთ არა მარტო მკაცრი, არამედ უდიერი შეურაცხყოფელი მოპყრობის გამო ამ ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. გითხარით რა განწყობა არის ახლა თქვენს რედაქციებში, რამდენადაც მე მგონი უკვე ორი, მათ შორის ოპერატორიც უკვე ადმინისტრაციულ წესით არის დაკავებული და იმყოფება საპატიმროში. როგორ აგრძელებთ მუშაობას? საღამომშვიდობისა, პირველ რიგში დიდი მადლობა სოლიდარობისთვის და დღევანდელი სოლიდარობის მარშიც, რომელიც მოეწყო ბათუმის ქუჩებში და ბათუმელების რედაქციასთან მოვიდნენ დღეს სოლიდარობის აქციის მონაწილეები. ესეც აჩვენებს ძალიან კარგად, როგორ ესმის საზოგადოებას, როგორ კარგად ესმის ის, რაც არ ესმის ქართულ ოცნებას, როცა მისი გახსნა როგორ ჩანს არის ის, რომ ამ მეთოდებით, მსგავსი აგრესიული მეთოდებით ისინი ფიქრობენ, რომ მოახერხებენ კრიტიკული მედიის გაქრობას ამ ქვეყანაში. შეიძლება ითქვას ბოლო ბასტიონის ამ ქვეყანაში, რომელიც ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმს, რომ მან დაამყაროს დიქტატურა ქვეყანაში. და აქვთ მოლოდინი, რომ ამით დაასუსტებენ ან საერთოდ გააქრობენ საბოლოო ჯამში კრიტიკულ მედიას და მზიამაღლობლის საქმეც არის ეს ეტაპი. უკვე მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ახალი ამბავი, როცა ხელისუფლება უტევს კრიტიკულ მედიას, მათ შორის ამით განსაკუთრებით გამორჩეული აღმოჩნდა ქართული ოცნება, რომლის აგრესია და არაერთი შემთხვევა ჟურნალისტების ძალადობის, პროფესორ საქმიანობაში ხელშეშლის, აპარატურის დაზიანების და ასე შემდეგ, ჩვენ არაერთი მსგავსი ფაქტი გვინახავს და არც ერთი გამოძიებული საქმე, ხო, არაერთი ესეთი საქმე არის დარჩენილი საგამოძიებო ორგანოების თაროებზე. როგორც ჩანს, ეხლა კიდევ უფრო წინ წავიდა ბჭყალებში ქართული ოცნება, რომელიც ფიქრობს, რომ თუ კი დააპატიმრებს, ეგისოსებს მიღმა ჩასვამს ჟურნალისტებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ის ამ გზით შეაშინებს ჟურნალისტებს, მაგრამ ეს არასწორი გათვლა, კიდევ ერთხელ არასწორად ფიქრობს ქართული ოცნება და არასწორი წარმოდგენა აქვს მას კრიტიკულ მედიაზე და საზოგადოებას, რომ ძალიან კარგად ესმის. ეჭვი არ მეპარება, რა თქმა უნდა, იმაში, რომ განსაკუთრებით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის რედაქციის თანამშრომლები თქვენ შეულ საქმიანობას გააგრძელებთ, ალბათ კიდევ უფრო მეტი შემართებით, თუმცა ცხადია, ეს პრობლემები დახს ასვავს შესაძლებლობებს, რომელიც ისედაც ძალიან შეზღუდული აქვს მედიას დღეს საქართველოში. მე მინდა ჩვენი საუბრის ბოლოს გთხოვა კომენტარი ეგრეთ წოდებული პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე, როცა მან მზიაზე თქვა, რომ ისო არ არისო მედიის წარმომადგენელი ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტიაო. თან მეცინება, როცა ამას ვამბობ, იმიტომ რომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ძალიან უტიფარი უნდა იყოს ზოგადად ადამიანი ამ მასშტაბის ტყუილებს იგონებდა თუნდაც პროპაგანდისტვის, რომელსაც შეუძლებელია რამე მოჭიდება კონდეს. მგონი ეს კომენტარის ხისა და არც ღირს, როცა ლაპარაკია არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე, არალეგიტიმურ პარლამენტზე, არალეგიტიმურ პრემიერზე, როცა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში, ჩემთვის ყველაფრის თქვენია, აი ეს ფაქტი, რაც თქვენ აღნიშნეთ გადაცემის შესავალ ნაწილში, როცა ნინო ქუდგოვანიძემ საიამ მოინახულა მზია ამაღლობელი და მას მიაწოდა მზიამ ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი დგებულაძე მას სახეში შეაფურთხა. ეს აჩვენებს ყველაზე კარგად, თუ რით არის დაკავებული დღეს მიტაცებული ძალაუფლებით ხელში ქართული ოცნება და როგორი აგრესიული ფორმებით ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მედიის გაჩუმებას ქართული ოცნების წარმომადგენლები. და ასე ყველაზე კარგი ამბავი, საუკეთესო დემონსტრირება ამ ამბავში თუ რა როლი აქვს ქართულ ოცნებას და როგორ ცდილობს ის მედიის ჩახშობას არის გუშინელი ინციდენტი ასევე ბათუმში სასტუმრო შერატონში, ხო? როცა თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და ასევე პარტიის საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა.
და ამის მიუხედავად არ დაუკავებიათ ამ დრომდე ქართული ოცნების მაღალი ჩინოსნები, იგივე თითო სამხარაძე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, რომელიც გიორგი მანველიძე, რომლის გამოც სპეციალურად შექმნეს მოადგილის თანამდებობა, მას ემუშავა სამინისტროში, მას შემდეგ რაც ის აღარ არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან და ამის გამო პასუხი მათ არ უგიათ, არ დაუკავებიათ სიამაღლებისგან განსხვავებით. ასევე საინტერესო არის ის, რომ კვალიფიკაცია როგორ დაიწყეს გამოძიება, ხო? როცა ჩვენ ნახეთ ჯგუფური ძალადობა, რასაც ყვებიან თვითმკვლელები, იგივე ზვიად ქორიძე, ამ დროს გამოძიება დაიწყო ძალადობის მხრივ, რომელიც არის მსუბუქი კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს მაქსიმუმ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მაშინ როცა მზიამაღლობელი, რომელზეც ედავება გამოძიება სილის გაწვნას პოლიციის უფროსისთვის, მას ედავებიან პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, რაც ითვალისწინებს 97 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისმენთ უფლებადამცველების იურისტების შეფასებას, რომ დაუშვათ, რომ პროკურატურის ვერსია იყოს სწორი, რომ მან სილა გააწნა, თან ამ ყველაფერს მნიშვნელოვანია კონტექსტი, ხო, რა ვითარება იყო იქ ხოჭყლეტა, ქაოსი, მეც იქ ვიყავი ამ დროს, როცა საპროტესტო აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, გამოვიდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები, მათ შორის მზიამაღლობელი და საინტერესოა ის ძალიან, რომ მზიამაღლობელი დააკავეს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, მარტო იმის გამო, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს შენობის ღობეზე გააკრა სტიკერი იფიცება საქართველო. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და აბსოლუტური უფლებაა ნებისმიერი პირის, რომ მისთვის სასურველ ადგილზე, თქვათ, ქუჩაში, ასფალტის საფარზე, ღობეზე გააკრას სტიკერი, ხო? და ამ დროს პოლიციელმა ის დააკავა, არათუ დააჯარიმა ან რაღაც გაფრთხილება მისცა, არამედ დააკავა. და როცა მზიამაღლობელი ხედავდა სწორედ ამ უსამართლო დამოკიდებულებას, ან პოლიციელების ქცევას, რომელიც კანონს დაიცავდნენ, პირიქით არ ღვევდნენ, სწორედ ამას მოყვა მისი ეს ერთგვარი პროტესტის, რომ გააკრა ღობეზე სტიკერი იფიცება საქართველო და ამის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესი. შემდეგ ნახეთ როგორ აგინებს მას და ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და ამის შემდეგ აკავებენ მზიამაღლობელს, ხო? ამ კონტექსტში დააკავეს, რომ უფლებადამცველები ამას ამბობენ, რომ სილის გაწვნაც რომ ყოფილიყო ეს ვერ იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაული, როგორც არის პოლიციელზე თავდასხმა. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასევე ამ საქმეში. გეთანხმებით სრულად. ჯაბა, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოსამართლე, რომელიც განიხილა მზიამაღლობლისთვის აკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი და მას პატიმრობა შეუფარდა ნინო სახელაშვილი, მას არ აქვს კვალიფიკაცია, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ეს ინფორმაცია, მას არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართალში. ანუ მოსამართლე, რომელსაც არჩეუბარებია გამოიცა სისხლის სამართალში, განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს და დააპატიმრა მან ონლაინ გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზიამაღლობელი, ისე რომ შესაბამისი კვალიფიკაცია მას არ აქვს. მას აქვს კვალიფიკაცია სამოქალაქო სამართალში და განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. აი ასეთ ამოცემულებასთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე. ძალიან სამწუხარო მოცემულობა, რომელიც შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ კი ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელდება და ქვეყნის როგორც დესუვერენიზაციის, ასევე ინსტიტუტების ჩამოშლის ნაცვლად ყველაფერი დაუბრუნდება კანონიერ ადგილს. მანამდე კი მხნეობას გისურვებთ კიდევ ერთხელ ჩვენი სოლიდარობა თქვენთან და თქვენს კოლეგებთან ნეტგაზეთსა და ბათუმელებში, რა თქმა უნდა, მზიასთან უპირველეს ყოვლისა.